შეიძლება თუ არა გამოვიყენოთ ერთ რუტინაში აი ეს გრძელი ჩამონათვალი. არაერთხელ მithქვია, კიდე ერთხელ განმეორდები. არავითარ შემთხვევაში, ელემენტარულად, ერთი საშუალება შველის ერთ პრობლემას. არ არის საჭირო ყველა დასახელება, რომელიც თქვენ გაგიგიათ სოციალურ ქსელებში, თქვენი მეგობრისგან, ახლობლისგან, გინახიათ აფთიაქში, ყველაფერი ერთად შევიძინოთ და გამოვიყენოთ. პრობლემის გარდა სხვას არაფერს არ მოგცემთ. დამერწმუნეთ. უნდა განსაზღვროთ ერთი საშუალება. მაგალითად, თქვენ გჭირდებათ ასაკიდან გამომდინარე ანტიოქსიდანტი. შეჩერდით ან C ვიტამინზე, ან ნიაცინამიდზე, იმიტომ რომ ეს ორივე საშუალება არის ანტიოქსიდანტი. მაგალითად, თქვენ გაწუხებთ ცხიმიანობა. გამოიყენეთ ერთი პროდუქტი, რომელიც იმუშავებს მომატებულ ცხიმიანობაზე, მაგალითად, სალცილის მჟავის შემცველი საშუალება. არ გინდათ გამოიყენოთ 3 და 4 საშუალება. ეხლა ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად ნიაცინამიდის გარკვეული თავისი პროცენტულობიდან გამომდინარე მუშაობს ასევე ცხიმიანობაზე, მაგრამ ნიაცინამიდი და სალიციის ერთდროულობა გამოყენებამ შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა მოგვანიჭოს. ამიტომაც ძალიან გთხოვთ, გადატვირთვათ თქვენ კანს აი ამ ზედმეტი საშუალებებით, იმიტომ რომ მერე ხანგრძლივად გვექნება იგივე თქვენივე კანი სამკურნალო უკვე იმისთვის, რომ ის აღდგეს და დაუბრუნდეს თავის ჩვეულ მდგომარეობას. აბა ჩემო კარგები, როგორც ყოველთვის, საკეთს არჩევას გისურვებთ.